Χριστέ აღსდგა Χριστέ აღსდგა Χριστე აღსდგა დღეს არის ხსენება მენელ საცხებელთა დედათა და ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს ამათთან ერთად მეორე დღეა არის დღესასწაული მეორე დღეს თამარ მეფის ლოცვა კურთხევა შეეწიოთ თქვენ და საქართველოს დღეს ჩვენ ვლოცავთ არაბიძეების გვარს დალოცვილი იყავით ღმერთმა გაგამრავლოთ გაგაძლიეროთ ღმერთმა მოგცეთ მტკიცე სარწმუნოება მართლმადიდებელი სიყვარული სასოება სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ ჩვენთან არს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ და თვითონ ჩვენი სულიერი დედაქალაქის მცხეთის შესახებ მინდა გითხრათ რამოდენიმე სიტყვა. მცხეთა მტკვარ-არაგვის შესართავი ქართული სახელმწიფოს დაბადების და ერის ქართველად სახელდების ადგილია. მცხეთა მსოფლიო ცივილიზაციების გზათა შესაყარი და ქართული ცივილიზაციის სათავეა. მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდეების უფლის კვართისა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენის სამარხია. მცხეთა უფლის კვართზე ამაღლებული მირომდინარე ცხოველის სვეტის ქალაქია. მცხეთა ქართველი ერის გაქრისტიანების წმინდა ქალაქი ჩვენი ემბაზია. მცხეთა და მისი არემარე ქართლის დედის წმინდა ნინოს მოქალაქეობისა და უდიდესი ქრისტიანული სასწაულების, სვეტიცხოვლობის, ჯვართაღმართების და ჯვრის გამოჩინების წმინდა ადგილია. მცხეთა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაბადების ადგილია. მცხეთა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის დაფუძნების და წმინდა მირონის კურთხევის ადგილია. მცხეთა კათალიკოს პატრიარქთა, ეპისკოპოსთა და მეფეთა კურთხევის ქალაქია. მცხეთა კვართის მცველი წმინდა იესე დედაქალაქი, მეორე იერუსალიმი, ჩვენი ერის წარსული, აწმყო და მომავალია. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ჯვართაღმართებას 2007 წლის ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე ქართულმა მართლმადიდებელ ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღადგინა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული ჯვართაღმართება. დღესასწაულს საფუძვლად დაედო ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული ამბავი მეოთხე საუკუნის დასაწყისში წმინდა ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანების შესახებ. მეათე საუკუნის შარდბედის კრებულის მოქცევაი ქართლისაის ტექსტი გვამცნობს, რომ მირიან მეფემ და ერმა დააწესეს დღესასწაული ძლევით შემოსილისა ჯვარისაი, აღსებისა ზატიკისა ზატიკსა, დღესა კვირიაკესა. ესე იგი აღდგომის მესამე კვირას დღევანდელ დღეს ყოველმან ქართველმან ვიდრე დღეინდელად დღემდე და ვიდრე უკუნისამდე. მირომდინარე ცხოველის სვეტის სასწაულის შემდეგ, როდესაც განსრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის მიერ წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე დედოფალი ოჯახით და ყოველი ერი წმინდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან ერთად ჯვრების აღმართვა განიზრახეს და მათ დასამზადებლად მცხეთის აღმოსავლეთით მდინარე არაგვს გაღმა ბორცვაზე და ჯვარისასა ამოსული თავისი სილამაზით გამორჩეული სასწაულთმოქმედი ხე შეარჩიეს.
წმინდა ეპისკოპოსმა იოანემ ბრძანა, რომ ხემშვენიერი ჭეშმარიტად ძველთაგან იყო დანერგილი ამ ადგილას უფლის ნების აღსასრულებლად, რათა მისგან ჯვარი ძლევისაი გამოკვეთილიყო, რომელსაც აყვანს სენს მთელი სიმრავლე ქართლისა. 25 მარტს ძველი სტილით, ახალი სტილით 7 აპრილის, ანუ ხარების დღესასწაულზე საჯვარე ხე მოკვეთეს და ზეაღმართული მიწაზე შეუხებლად კრძალვით შეაბრძანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთის კართან აღმართეს, სადაც 37 დღე დაჰყო. ამ ხნის მანძილზე მას სასწაულებრივ არც ფოთლები ჩამოცვენია, არც სურნელება დაუკარგავს. 37 დღეს აღდგომიდან მესამე კვირას მისგან 3 ჯვარი შექმნეს, რომლებიც სვეტიცხოვლის ტაძარში აღმართეს. იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავთ გვირგვინით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი და ტაძარს თავზე დაადგრა. რიჟრაჟზე მას 2 ვარსკვლავი გამოეყო, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთისკენ, მეორე კი დასავლეთისკენ გაემართა. ხოლო იგი თავადი ჯვარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკვლავითა ნელ-ნელა დაიძრა აღმოსავლეთისაკენ, განვლო მდინარე არაგვი და ბორცვის თავზე ამოღდა. შემდეგ ზეცად აღვიდა და ეს სასწაული რამოდენიმე დღის მანძილზე განმეორდა. 2 ვარსკვლავის შეჩერების მიხედვით წმინდა ნინომ დაადგინა ჯვრების აღმართვის ადგილები. ერთი თხოთის მთაზე, სადაც წმინდა მეფე მირიანს სულიერი თვალი აეხილა, მეორე კი სამეფო ქალაქ უჯარმაში. თხოთის მთაზე ჯვარი თვით წმინდა მეფე მირიანმა ააბრძანა, უჯარმაში სალომე უჯარმელმა, ხოლო მცხეთაში წმინდა ნინომ თვით იტვირთა პატიოსანი ჯვარი მცხეთისაი და სამეფო და სასულიერო დასთან ერთად ჯვრის ბორცვზე აღმართა. ჯვართ აღმართებას ქართლში კერპების დაცემა და განადგურება მოჰყვა. ბედნიერია ჩვენიერი, რომ ამ 3 ჯვართაგან 2 ჯვარი შენახულია, შეინახეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ეკლესიამ. ერთ-ერთი მათგანი თვით ჯვარი პატიოსანი მცხეთისაი უფლის კვართის მოპირდაპირედ შემკული მინაქრით, ეს არის ის უძველესი ჯვარი და როგორც გვამცნობს ქართლის ცხოვრება, ამ ჯვარში 2 დიდი სიწმინდეა. ერთი ეს არის ცხონყოფილი ჯვარი უფლისა, რომელზეც მაცხოვარი ეცვა და მეორე სვეტიცხოვლის ნაწილი. თხოთის ჯვარი სამების წმინდა ტაძარშია, გუმბათის ქვემოთ აღმართული, ხოლო მესამე ჯვარი უჯარმის კომუნისტების პერიოდამდე იყო შენახული, მაგრამ იგი კომუნისტების შემდეგ დაიკარგა. მაგრამ ეს 2 სიწმინდე, რომელიც ესეც სასწაულია, რომ ამ 3 ჯვარიდან 2-ის თაყვანისცემის საშუალება გვაქვს ჩვენ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და ჯვრების გადაბრძანებას. წელს ხარებას კათოლიკოს პატრიარქმა წირვა აღავლინა აქ სვეტიცხოვლის ტაძარში. ხარება დღესვე ჯვრები ძუძუს წყაროდან, რომელიც წმინდა ნინოს ლოცვით იქნა აღმოცენებული, ჯვრები ჩამობრძანდა ლიტანიით სვეტიცხოვლის ტაძარში და იგი აქ იმყოფებოდა საკურთხეველში დღევანდელ დღემდე. დღეს კი აღდგომიდან მესამე კვირას, ანუ ჯვართ აღმართებას, ეს ჯვრები გადაბრძანდება იმავე მიმართულებით, როგორიც უფალმა მოუნიშნა ქართველ ერს. ერთი ჯვარი წაბრძანდება და აბრძანდება ჯვრის მონასტერში, ჯვრის ტაძარში, მეორე ჯვარი წაბრძანდება თხოთის მთაზე, მესამე კი უჯარმაში. შარშან იქ აბრძანებული ჯვრები კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით, რათა მადლი ამ წმინდა ჯვრებისა განიცდოს მთელ საქართველოში, გადაბრძანდება სხვადასხვა მიმართულებით. მცხეთის ჯვრიდან ჯვარზე არსებული ჯვარი ესე იგი გადაბრძანდება დმანისის სიონში, ამ ეპარქიაში არ არის ეს ჯვარი. უჯარმიდან ჯვარი გადაბრძანდება
გრემ ნეკრესის ეპარქიაში და იქ ბინას დაიდებს ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, საკათედრო ტაძარში, ხოლო მესამე ჯვარი თოთის მდიდან გადაბრძანდება ცაგერში და აღიმართება მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში. ჯვართაღმართების მადლი როგორაც მაშინ მეოთხე საუკუნეში ამ ჯვრების აღმართებით დაემხო ყოველი კერპი ქართლისა, ინებო სუფალმა რომ ამ ჯვრების აღმართებით თითოეულ ჩვენთაგანში დაემხოს კერთაყვანისმცემლობის ის საშინელი სცენი, რომელიც ასე აწუხებს დღევანდელ კაცობრიობას. ამინ.